საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ მოთხრობის შესახებ, რომლის ათაურიცაა ჩიტები გამებუდნენ. მივხვდით ალბათ საუბარი ფრინველებზე გვექნება. თქვენ კარგად იცით, რომ შემოდგომაზე ფრინველთა ნაწილი თბილ ქვეყანაში მიფრინავს, ნაწილი კი ჩვენთან რჩება. ფრინველთა იმ ნაწილს, რომელიც თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, გადამფრენი ფრინველები ჰქვიათ, ხოლო ისინი, რომლებიც ჩვენთან რჩებიან, ძალიან რთული ზამთრის გადატანა უწევთ, რადგან სცივად და შეათ კიდეც. კარგად იცით, ფრინველები ჭიამატლებით იკვებებიან, ასევე ბალახის თესლებით, მარცვლეულით, ხორბლის მარცვლებით. ზამთარში კი მათი მოპოვება ძალიან ძნელია, როდესაც არემარე თოვლით იფარებათ. ამიტომ ისინი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგებიან, როგორც წეღან აღვნიშნენ, სიცივეს აწუხებთ და შიმშილიც. ორივესთან გამკლავება კი ძალიან ძნელია. დავიკითხოთ მოთხრობა და თანდათან გავარკვიოთ რა ხდება. ჩიტები გამებუდნენ. მთელი ზამთარი უჩა ჩიტებს, ჯერ ჩიტებს უყრიდა საკენს, მერე თვითონ საუსმობდა. უხაროდა უცბად რომ მოასუფთავებდნენ ხოლმე ფანჯრის რაფას, მაგრამ აი ერთ დილას ჩიტებმა საკენს პირი აღარ დააკარეს. საინტერესოა რა მოხდა და რატომ თქვეს უარი ჩიტებმა უჩას დაყრილ საკენზე. მიაქციეთ იმასაც ყურადღება, უჩა როგორი მონდომებით ემსახურება ჩიტებს და როგორი მონდომებით კვებავს. ჯერ მხოლოდ მათ უყრის საკენს და შემდეგ თვითონ საუსმობს. ამასობაში შეიძლება დაფიქრდეთ კიდეც ჩემს დასმულ კითხვაზე, რატომ არ აკენკეს ჩიტებმა საკვები, რომელიც უჩამ დაუყარა ფანჯრის რაფაზე. ჩიტები გამებუდნენ, შესჩივლა უჩამ მამას. ჩემს დაყრილ საკენს აღარ ეკარებიან. როგორ თუ გააგებუდნენ, კითხა მამამ. მერე ფანჯარა გამოაღო, გაზაფხულის თბილი ჰაერით აივსო იქაურობა. ერთი ბეღურა წამით შემოიჭრა ოთახში, სიხარულით დასჭყივლა და ისევ უკან გავარდა. მე მგონი ჩემს დასმულ კითხვას წეღან თუ ვერ უპასუხეთ, ახლა მაინც გასცემთ პასუხს. რატომ არ აკენკეს ჩიტებმა საკენკი, რომელიც უჩამ დაუყარა? მიაქციეთ ყურადღება მეორე აბზაცს, რომელიც წავიკითხეთ, როდესაც მამამ ფანჯარა გამოაღო, ოთახში გაზაფხულის სურნელი შემოიჭრა. ისე კი გაზაფხული დამდგარა. ჩიტებს უკვე საკვების მოპოვება თვითონ შეუძლიათ და ამიტომ აღარ ეკარებიან უჩას დაყრილ საკენს ალბათ. ნახოთ აბა როგორ ვითარდება მოვლენები, ჩვენი ვარაუდი გამართლდება თუ არა. ხედავ, ჩიტუნებმა მადლობა გითხრეს, შენ კი გამებუტნენო. მაშ რატომ არ კენკავენ? იმიტომ რომ გაზაფხულის სითბოსთან ერთად საკვებიც გაუჩინა ბუნებამ ჩიტებს. აი ამ ვაშლის ხეს იცი რამდენი ჭიაღუა ემუქრება. ჩიტები მათ ანადგურებენ, საკვებსაც პოულობენ და ხეებსაც შველიან. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩიტები ჭიამატლებით იკვებებიან და ამით თურმე სარგებლობაც მოაქვს. ხეების გადარჩენა შეუძლიათ და ისინი გადაარჩენენ ხის ნაყოფსაც, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ, ვაშლის ნაყოფს, ვაშლს და სხვა ხილს. თუ კი ახლად გაყვავებულ ყვავილში ჭია ჩაჯდა, ის აუცილებლად ამ ყვავილს გააფუჭებს და შემდეგ მომავალში ჩვენ მისი ნაყოფი აღარ გვექნება და პირს ვერ ჩაიგემრიელებ. აი თურმე რაში გვეხმარებიან ჩიტები. ჩვენ რომ ხილი გქონდეთ და გვაქვს ძალიან ბევრი, თურმე ჩვენი ჩიტების დახმარებით მომხდარა ეს ყველაფერი. ჩიტები გვეხმარებიან ამაში. უჩა დაინტერესდა, მერე ფრენით არ იღლებიან? ჩიტმა უნდა იფრინოს და საზრდო ისე მოიპოვოს. ზამთარში ყველაფერი გაყინულია, მაშინ მათ საჭირო დახმარება სჭირდებათ. გაზაფხულზე კი მათ უამრავი საზრდო აქვთ. გადაბარულ მიწაში ისინი 1000-ნაირ მავნე მწერებს პოულობენ. ჩიტებმაც იციან საკუთარი ძალღონით მოპოვებული ლუკმის გემო. ყური უგდე, რა საამოდ ჟღურტულებენ. მას ჩიტებს არ შეათ მამიკო. უხარო და უჩას და გული ახალი სიკეთისაკენ მიუწევდა.
თუ ყურადღებით მოусმინეთ მამის ახსნას, რა უხარიათ ჩიტებს და რატომ აღარ კენკავენ უჩას დაყრილ საკვებს, მიაქციეთ ყურადღება, ჩიტები ასუფთავებენ ხევს ჭიამატლებისაგან და იქ პოულობენ საკვებს და თურმე ახლა დაბარულ მიწას, რომელსაც გლეხი ამუშავებს იმისათვის, რომ დათესოს, აი ამ გადაბარულ მიწაში თურმე უამრავია ჭიამატლი. ჭიამატლების თურმე ზამთარში მიწაში იზამთრებენ და ფოთლების ქვეშ, როდესაც გლეხი მიწას ბარავს, გადაბარულ მიწაში ისინი ზემოდან მოექცევიან. ჩიტებმა იციან ეს და სიამოვნებით ასუფთავებენ გარემოს. ჩიტებმაც იციან საკუთარი შრომით მოპოვებული ლუკმის ფასი, ეუბნება მამა, ეს მეტად საყურადღებო წინადადება გახლავთ. ნახეთ, უჩამ კი დაუყარა საკენკი, მაგრამ ჩიტებმა მას პირი აღარ დააკარეს, იმიტომ რომ სასიამოვნოა, როდესაც თვითონ მოიპოვებენ მას და რა თქმა უნდა, საკუთარი შრომით მოპოვებულ სულ სხვა გემო აქვს, ასე უხსნის მამა. მოთხრობა კი ასე მთავრდება. მას ჩიტებს არ შეათ მამიკო, უხარია უჩას და გული ახალი სიკეთისაკენ უწევს. დიახ, უჩა ისეთი ბიჭუნა, რომელიც მზად არის ყველას დახმარების ხელი გაუწიოს და ძალიან ბევრი სიკეთე ჩაიდინოს. უჩა ეხმარება ჩიტებს, ალბათ დაეხმარება იმ გაჭირვებულ არსებებს, თუნდაც ცხოველებს, რომლებსაც მათი შენიშნავს, რომ მათი დახმარება სჭირდება, დაეხმარება ადამიანს, ხომ გაგიგიათ. სიკეთე ხენ, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდებაო. აქ დავამთავროთ ჩვენი მოთხრობა, გემშვიდობებით.